საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, ძალიან მრავალფეროვანი მოვლენები ვითარდება საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ერთი მომენტიდან დავიწყო, რომელიც კოცობას ბოლო დროს ესე აქვს, რა ქვია, ხურდაში გასაცვლელ საკითხად აქვს და ერთ-ერთი უსაყვარლესი თემა აქვს, რომელიც ეხება გერმანიის ელჩს და საერთოდ გერმანიის ელჩთან კისერი უტეხია თამათ, მაგრამ ყველაზე მეტი, ესე რომ ვთქვათ, ცინიზმის ყველაზე დიდი პიკი არის, როდესაც კოცები ედარებიან იმას, რა ქვია, გერმანულ სახელმწიფოს ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და როგორ ხდება ეს თურმე გერმანიაში თურმე როგორი კრიზისია, როგორი გაჭირვება არის და ამ ყველაფრის ფონზე თურმე საქართველოში რა მაგარი მდგომარეობა არის, მოკლედ არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ყველაფერს აქვს საზღვარი, მაგრამ რაღაცა ახლა გერმანიის ელჩის არც ადრეს მომწონდა, არც ადრე მომწონდა მისი გამოხდომები, არც ახლა მომწონს, მაგრამ რა თქმა უნდა მაგას ახლა ლაპარაკი, რომ გერმანია ყოველ შემთხვევაში ესეთი ღარიბი და ღატაკი არ არის და რასაც ესენი ამბობენ და მინდა სანამ აი დანარჩენ თემებზე გადავიდოდე, ეს თქვა აი ეს ჩვენი ნაძეჟდა ტელევიზია, კოცების მთავარი პროპაგანდონი ტელევიზია, ამბობს იმას, რომ თურმე გერმანიაში სიღარიბის დონე ისტორიულ მაქსიმუმზე არის ასული, გერმანიაში თურმე შეათ, წყურიათ, გაჭირვებაში არიან ჩავარდნილები და ამ ყველაფრის ფონზე ხშირად იდება რაღაც ეკონომიკური სტატისტიკები, რომ აი თურმე გერმანიის ეკონომიკური ზრდა 1% არის, თუ 2% არის და საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10% არის თურმე და ესე შემდეგ. ბიჭო, კოცებო, აი ყველანაირად გამოსცირებული ხალხი რო ხართ, უფრო ქვეყანა რომელიც არის ევროპის ეკონომიკური ღერძი და რომლის ერთ-ერთი ფუნდამენტი არის საფრანგეთთან ერთად მთელი ევროკავშირის ეკონომიკის, როგორ შეიძლება ამ ქვეყანას და ამ სახელმწიფოს ედარებოდი? კი, ბევრი სისულელეები მოხდა გერმანიაშიც, იქ მწვანე ენერგეტიკის საკითხებში, სხვათა შორის ესე ბაია პატარაების და ფუჩუკუტუების ორგანიზაციებმა ბევრი დიდი ზიანი მოუტანეს, რა ვიცი, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ბიჭო, ეხლა გერმანიამ ახლა რომ შეწყვიტოს ეკონომიკური ზრდა და 50-60 წელიწადი იყოს გაყინულ მდგომარეობაში, თქვენ მაგ თქვენი ეგრეთ წოდებული ეკონომიკური ზრდით ვერ მიხვალთ გერმანიის მეოთხედამდე. ელემენტარული იმდონის დებილი როგორ უნდა იყო ადამიანი, რომ გერმანიაში გაზრდილი 1%-ით გაზრდილი ეკონომიკა არის 50 მილიარდი, რომელიც მთლიანად თქვენი შიდა პროდუქტის მთელი ეკონომიკაზე ბევრად მეტი არის. 10-ჯერ მეტი არის, ვიდრე თქვენი გაზრდილი 10%-ით ეკონომიკა, ხო? ნუ ახლა ხალხო, აი ტყუილებსაც აქვს საზღვარი რა. ტყუილებსაც აქვს საზღვარი და მათ შორის ვინც ახლა აქ ევროპაში ვარ, ძალიან კარგად ვხედავთ იმას, რომ სინამდვილეში გერმანია არის ესეთი ქვეყანა, სადაც ბევრად მეტი იაფე არის ყველაფერი, ვიდრე ეს იქნება საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, შვეიცარია, ავსტრია, ამ ქვეყნებთან შედარებით უაზისი არის ნამდვილად. გინდა პროდუქტის საყიდლებზე თქვი, გინდა ენერგეტიკის, ნავთობი, გაზი და ესე შემდეგ და გინდა თამბაქო და ესე შემდეგ, ხო? ახლა აღარაფერს ვამბობ უკვე წამალზე და ესეთ რაღაცეებზე რა. და აი საქართველოში აი ესეთ რო კითხოს კაცმა გერმანიაში სწავლობდე ამდენი ხანი. ხო, ან სირცხვილი არ დაცინვა არის, იცით? და ყველაზე მეტი პრობლემა რა არის, იცით? აი მინდა ერთი რაღაცა გაჩვენოთ ასევე. არ ვიცი, ამას ნორმალური ადამიანები ალბათ ნორმალურად გაიგებენ. ჩემო კარგებო, ეს არის, ესა რა ქვია, სპეციალურად ამოვიღე ფულად იგზავნილების სტატისტიკა საქართველოში უშუალოდ გერმანიიდან. უშუალოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ბოლო 5 წლის მანძილზე გერმანია, რომელიც იქცევა, რომელიც დაქცევის ზღვარზეა მისული და სადაც შიმშილია და სადაც გაჭირვებაა და 16% ღარიბი და ღატაკი არის, მე მინდა გაჩვენოთ საქართველოს მოქალაქეების ფულად იგზავნილები გერმანიიდან საქართველოში. ეს პანდემიის პერიოდი არის 2020 წელი არის, როდესაც გაყინული იყო ყველაფერი, მაშინ ჯერ კიდევ 91 მილიონი, 158 მილიონი, 199 მილიონი,
229 მილიონი და ესე რა 2004-ში 277 მილიონი და 330 მილიონი დოლარი, სხვათა შორის ლარი არ არის, ჩემო კარგებო. რომელიც საერთო ჯამში მილიარდ 200 მილიონი ლარია. ეს არა ქვია დოლარია და სადღაც 3 მილიარდზე მეტი ლარი არის შემოსული ამ დაქცეული და გაღარიბებული და გაღატაკებული გერმანიიდან. ამაზე მეტი მარაზმი, ამაზე მეტი დიდი ტყუილი რა შეიძლება ხელისუფალმა იკადროს და მართლა ახლა ისე გონიათ რომ 90-იან წლებში რო იყო რომ ერთეულები იყვნენ ემიგრაციაში და კავშირგაბმულობა სპეციალური საფოსტო კავშირით თუ მყარდებოდა და არ იყო ინტერნეტი, არ იყო მობილური, არ იყო რაღაცა თავცინით თქვენ ძაღლიშვილებო. ელემენტარული ახლა აი ესე ტყუილს რო იტყვის ხელისუფლება და ესე ტყუილს რო იტყვის თავარი პროპაგანდისტი მედია და მერე გამოვა ვიღაცა და დამიწყებს ლაპარაკს რომ თურმე ეს რაღაცა თურმე ებრძვიან თურმე ემოციონალურ მოძრაობას ელჩები. სიცხვილია ხალხო, აი ესეთი დებილიზმით არ უნდა ყვებოთ საქართველოში მოსახლეობა, რომლის ტყუილი იმარი უნდა თქვა, ქემაინც ერთი წელიწადი უნდა შენ თვითონ უნდა გჯეროდესო ნათქვამია და კარებამდე არ ვიყვება ტყუილი მოკლე ისეთი მოკლე ფეხი რო კონდეს რა ქვია თქვენ რა პოლიტიკოსები ქვია საიდან მოხვედით საერთოდ რა ჯიშის ხალხი ხართ რა. ხა რა შეეხება გერმანიას ცალკე საკითხია, ახლა ბლოგზე ვმუშაობ, რომელიც ეს ორია ხვალ ზეგ 4-ში 4 ივნისი უკაცრავად საქართველოში საერთოდ ეს დღე არ მიაჩნიათ რას ნიშნავს, რომ ესა საქართველოს გაყიდვის დღე. საქართველოს გაყიდვის დღე არის და არც ისე შორს, აგერა უახლეს ისტორიაში 1918 წელს და მაშინ რომ გერმანია მოყავთ განმანთავისუფლებად და მხსნელად, არაფერი განმანთავისუფლებელი და მხსნელი არ ყოფილა გერმანია. გერმანია იყო საქართველოს კოლონიზატორი. ესა სიმართლე. და არც სხვათა შორის აღიარება არ მოუწია გერმანიას პირველს ტყუილია ის ელჩი რასაც ყვირის და საერთოდ ტყუილში ცხოვრობს ქართული საზოგადოება ისტორიის საკითხში და იმაგაზე ვმუშაობ. მაგაზე ვმუშაობ და მე გაჩვენებთ ერთი სინამდვილეში რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა და რანაირად ხდებოდა საქართველოში, რომ სიმართლე არ უთხრა ხალხს. არა აქვს მნიშვნელობა ეს ისტორია შეეხება ნებისმიერ ამაზე ტყუილში მცხოვრები საზოგადოება არის. და რაშია საქმე იცით? როდესაც ანუ ჭირდებოდათ გერმანია და გერმანელები გამოგყავდათ მხსნელებად და განამრჩენებლად. ახლა არ ჭირდებათ გერმანია და გერმანელები და თურმე გერმანია და გერმანელები დაქცეულა. ამით ცხოვრობს დღეს საქართველოში ხელისუფლება. ამით აცხოვრებს საქართველოში მოსახლეობას. და ეს ტყუილი უკვე ისე არის გამჯდარი და ისე აქ ამ ხალხს თავში უკვე ჩადებული ეს ტყუილები, რომ რასაც იტყვის ხელისუფლება და რასაც იტყვის ყობახიძე, ეს ყველაფერი აუცილებელი სიმართლე არის, ანუ ქოცურ ფლანგზე და აქეთ ამ ხარეს თუ ვინმე შეიძლება რა, ახლა მე გამოვდივარ ალბათ ამათი გაგებით, მე ალბათ აკაცუკი ვარ. და ევროპაში ვარ და ალბათ ამათი აზროვნებით მე სოციალურზე ვზივარ და ევროპის მადლობელი ვარ და გავძეხი ევროპაში და ესა რა ქვია კოცის ფენომენით ასე მე ნაცი ვარ ახლა ამას რო ვამბობ, ხო? აი ესეთი დაავადებული საზოგადოება არის სიმართლეს ნუ ეტყვი. სიმართლე ნაცისტვის კოცობა, კოცისთვის ნაცობა. აი ეს დაავადმყოფ ხალხს მე მინდა უთხრა რომ იფიქრეთ პატარა თავი განძრით რა. არ ექნება ამდენ ტყუილში ქვეყანას აი მომავალში ცხოვრების ის არ იქნება. აი დღეს იძახიან რომ გახსნეს ისა ვთქვათ რკინიგზა. თავისთავად რა თუნდა იმას ლაპარაკი რომ ის ფენომენი რომ საქართველოში რკინიგზა გაკეთდა რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთს აკავშირებს ერთმანეთთან და კი ბატონო, კარგია ეს, კარგია. რა თუნდა ამას ლაპარაკი რომ მაგრამ საქართველოსთვის და ქართველიერისთვის რა პირობებში გაკეთდა ეგ რკინიგზა? ელემენტარულ კითხვას ვსვამ დღეს რომ ყველა ვენებს იჭრიდა და ტაშფანდურობა. ან ვინ ააშენა ეგ რკინიგზა? ან რა ხელშეკრულება არის დადებული ვინმე ვიცით? მე ვიცი შიდა წყაროებიდან. ვიცი. იქიდან გამომდინარე ვიცი რომ ყავს ახლობლები, ნაცნობები, რკინიგზის საკითხი პროფესიონალები რასაც საუბრობ. საქართველოს ამ რკინიგზიდან დაახლოებით 20-30 წლის მანძილზე ერთ კაპიკს ვერ მიიღებს. ვერ მიიღებს ერთ კაპიკს. და იქ საქართველოსთვის 20-30 წლის მანძილზე დაახლოებით ერთი კაპიკის სარგებელი არ იქნება. რატო? იმიტომ რომ ის რკინიგზა ვინც ააშენა აზერბაიჯანმა
საქართველოს დააწერა აშენების ფული კისერზე. და ის აშენდა ეს რკინიგზა და საქართველოს დაეწერა დაახლოებით 750 მილიონი ევროს, ესა რა ქვია, ვალი. ხო? იმიტომ რომ ეს სტრატეგიული პროექტი იყო კი ბატონო საქართველოსთვისაც, მაგრამ აზერბაიჯანის და თურქეთისთვის განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. აზერბაიჯანმა და თურქეთმა გაიკეთეს თავისი საქმე და საქართველოს დააწერეს დაახლოებით 730 მილიონი. და ვერ მიიღებს საქართველოს კაპიქს მანამდე, სანამ ეს რკინიგზა არ გაისტუმრებს 730 მილიონ დოლარს. ჩვენთან ამაზე არ ლაპარაკობენ, ტაშს უკრავენ. გვიხარია, შევედით შიგ ევროპაში. ახლა რა თუნდა ამას ლაპარაკი, რომ ამ ხელშეკრულებას ვინც აფორმებდა, თვითონაც გამძღარია მიშას დროიდან მოყოლებული და ამა დროსაც. და ძალიან გებრიელად აქვს ნაჭამი და ხალხს აქვს დაწერილი ეს ვალი და ხალხმა უნდა გადაიხადოს და ხალხმა უნდა უყუროს ამ ყველაფერს. ჩვენ უნდა უყუროთ აზერბაიჯანი და თურქეთი როგორ იყენებენ საქართველოს ტერიტორიას, როგორ იყენებენ საქართველოს რესურსებს და საქართველოს და ქართველებს არაფერი, ვალი. და ეს არის ჩვენი მიღწევა და ეს არის ჩვენი გამარჯვება. აღარ იციან ეს თან ვინ მიიწეროს, იქეთ ცალკე ნაცი იწერს ამ წარმატებას, იქეთ ცალკე ქოცი იწერს წარმატებას. წარმატება რა არის? კარგად აღარ გადაბრუნდე დეტალებში, აღარ გადავალ, აზრი არ აქვს. ასია ეს და იმიტომ. თუ არა ასეთ გამოვიდეს ერთი ვინმე და თქვას რომ თუ სხვანაირათა. და მე გამოვახა დაგიწყებდი და ხო გაკეთდა სამაგიეროდ რკინიგზა, რა აზრი აქვს იმ რკინიგზას თუ საქართველოსთვის წაგების მეტი არაფერი არ მოაქვს, თუ ვალი მოაქვს. ხო, ასე სხვათა შორის, ახლა როდესაც მუშაობდი ამ საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით აი რკინიგზის საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საერთოდ რკინიგზა გეოპოლიტიკური ისაა. და მაშინაც იმ 1918 წელს გერმანიამ და თურქეთმა საქართველოს რკინიგზა თავის გამოყენებაში ჩაიგდეს. ხელშეკრულებები, რომლებიც იქნა თურქეთთან და რომელიც იქნა გერმანიასთან გაფორმებული, საქართველოს რკინიგზა გადავიდა გერმანიის და თურქეთის ხელში. ისევ როგორც მარგარეტიც გადავიდა გერმანელების ხელში, თურქების ხელში ტერიტორიები. საქართველოს რეალურად გაყოფა მოხდა მაშინ და არავის არ აინტერესებს. საქართველოს რესურსების და ყველაფრის დანაწილება. არაფერი ესენ ჩვეულებრივ ნოე-ჟორდანიას გამოგზავნებელი ხალხია. რატო არიან? არაფერს საქართველოში ქართველი ადამიანი არ ფლობს. ქართველი კაცი საქართველოში არაფერს არ ფლობს. თქვენ მე და აი ნებისმიერი ჩვენაირი უბრალო მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ ფლობთ ვალებს, რომელიც აქვს შთამომავლობას და თაობას დაწერილი. დაახლოებით ერთი 30,000-40,000 ლარი არის დაახლოებით ჯერ კიდე არ დაბადებულ ბავშვს. დანარჩენი რაც არის ამ ქვეყნის შემოსავლები და რაც არის ამ ქვეყნის რესურსები, ეს არის ამათი. და ახლა ელემენტარულად გეტყვით, აი სვანეთში რაც ხდება და ტაშს რო უკრავენ ეს გამოკლევებული ქოცნაც ბანდები, აი არ ვიცი, აი ერთი წამით დაგვირდით ახლა მესტიაში რაც ხდება. კი ბატონო, შეიძლება იქ ვიღაცა სარგებლობს და ეს ყოველთვის ასე ხდება, რომ რაღაცა სადღაც რაღაცა როდესაც არის, რომელიღაცა კუთხისთვის ვიღაცა რაღაცა სარგებლობს. გასაგებია, ხო? მაგრამ ეხლა იქ რიგითი გაჭირვებული და ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის არა. დარწმუნებული იყავით, აი ეს რაც დენი ელექტროენერგიაზე ამბავი ატყდა. იქ ვისაც აქვს მაინერების ფერმები გახსნილი, ძირითადად აი ისინი არიან ფეხი-ფეხზე რო აქვს გადადებული, მაშინ რა ქვია, თბილისში და არაფერს არ აკეთებენ. აი აბა თქვენ ახლა კოცი სადმე გაგაკეთებიეთ რამეს, თუ მის ინტერესი არაა? და შეიძლება მოსახლეობის რაღაც ნაწილიც სარგებლობს, ახლა ჯერ მაინინგის აპარატები რო იყიდო ადამიანმა, რა დონის ძვირი არის, ეს ალკე საკითხია, მაგრამ ელემენტარულ შეხედეთ. ესე იგი, რაიონის მოსახლეობაო, რაიონი მოიხმარსო დენსო. საქართველოში ცოტა ვინმე თუ იცის, მაგრამ ისე ცნობისთვის, ვინც არ იცის, იცოდეს, რომ მდინარე ენგურის კალაპოტი და მდინარე ენგურის აუზი არის ენერგეტიკულად ყველაზე, ესა რა ქვია, ძლიერი და ყველაზე მდიდარი აუზი. მსგავსი არც ერთი მდინარე არ არის. სადაც შესაძლებელი არის 35 ჰესის აშენება. მარტო ენგურ ჰესი გამოიმუშავებს 1300 მეგავატს. ენგურ ჰესის გარდა იქ არის 6 კიდე პატარა მცირე და საშუალო ზომის ჰესი, რომლებიც 75 მეგავატს გამოიმუშავებს. ჩათვალეთ, რომ
მდინარე ენგურიდან გამომუშავება ხდება 1375 მეგავატის. აი ელემენტარულ კითხვას გისვამთ 1375 მეგავატს რომელსაც გამოიმუშავებს ენგურ-ჰესი ნუ თუ მოსახლეობა და კარგი ვინც არის იქ ჩასული და მოსახლეობასთან ერთად აკეთებს ამ ბიზნესს და მაინინგის სისტემას აკეთებს არ იმსახურებს 15 და არ ვიცი ახლა 15 ზოგან წერენ 15 მეგავატიაო ზოგან წერენ მაქსიმუმ 27 მეგავატიაო არ ვიცი ვერ დავდებ თავს მაგრამ თუნდაც 27 მეგავატი არ იმსახურებს არ იმსახურებს ეს ხალხი იქ მაცხოვრებელი ხალხი რომ მოიხმაროს დაახლოებით 1.5% იმ რაიონის მოსახლეობამ და იმ რაიონის ხალხმა მოიხმაროს 1.5% თავისი არსებობისთვის რასაც გამოიმუშავებს ენგურ-ჰესი და ჰესები ხალხმა ადამიანებმა ვინც იქ ცხოვრობს ეს არის დანაშაული და ენგურ-ჰესიდან მოამოდი აფხაზებს თავი გავალებოთ ორ სიტყვას ცალკე ვიტყვი ენგურ-ჰესიდან ეს დენი რო იყიდება რუსეთში თურქეთში აზერბაიჯანში ევროპაში ეს ვის ჯიბეში მიდის 98% ვის ჯიბეში მიდის ჩემ ჯიბეში მიდის ვინაა დღეს ენერგომაფიის მთავარი მამა და ეს არ არისო საკმარისიო კიდევ ის რაც არისო ის იქ რა ჰესებიც არისო აშენებული ჩვენო კიდევ უნდა ვაშენოთო კაცო ეს გამოდის ეს კოცების ვერაკობალია როა ეს ეკონომიკის მინისტრი გამოდის და ეს იცახის რომ ასე კი არ უნდა დავსვათ ავაშენოთ თუ არაო ჩვენო რანაირად უნდა ავაშენოთო კი როდის ავაშენოთო ისაო დასასმელიო კითხვაო ხუდონ-ჰესი და ნესკრა-ჰესი და იმად გარდა კიდე რამდენი ჰესია იქ დაგეგმილი ისე რომ 35 ჰესია დაგეგმილი საერთოდ დიდი და მცირე და საშუალო და თავარი დამაბრკოლებელი ხალხი ვინა ამ ჰესების აშენების გზაზე ესა ადგილობრივი სვანური მოსახლეობა როდესაც გეუბნებით რომ ამათ ხალხი ეზიზღებათ ადამიანები ეზიზღებათ თქვენ ეზიზღებით მე ვეზიზღები ადგილობრივი მოსახლე ეზიზღებათ განსაკუთრებით სვანური მოსახლეობა რომელიც თავისი ცხოვრებიდან და თავისი ისტორიიდან გამომდინარე ჩვეული არის თავისუფლებას თავის გადაწყვეტილების მიღებას დამპყრობელი იქ არ ყოფილა და არავის მონათ არ ყოფილა და თავისუფლებას ნაჩვევი ისა ხალხია და არა მონობას როგორც არის მთელი საქოცეთი ეთყობა ჯიჟჯილაგიანად ნაჩვევი მონობას არა ისე ყველაზე ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ეს ნაცქოცი სვანები რო არიან ეხა პოლიტიკაში რო ფეხი შედგენდა თავი რაღაცა კიტრად მოაქვთ ამ დროს ყოველთვის გაყურსულები არიან როდესაც რაიონის პრობლემებს ეხება მაგ დროს არავის არ ახსენდება ეს რა ქვია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ხალხის დაცვა არ ვიცი მე სადა ეს დაწყებული დოლარ ხარფულიანიდან დამთავრებული ახლანდელი იმგენით რა ქვია სუბარებით და იმითი რა ქვია წულუკიანით თუ გამოვლიან და თუ დადგემიან ხალხის გვერდით არ ვიცი იმიტომ რომ სოზარ სუბარი იყო ამოსული და პირიქით ლობირებდა ლენტეხის რაიონში იმას რომ გინდა თუ არაო ჰესები უნდა აშენდეს ისე იყო იქაც ხუდონზეც სანამ მოსახლეობამ არ გამოყარა ახლა გამგებელი რომ გამგებელია ისიც მადლობას უხდის იმისთვის რომ სადგინახიათ ხალხო ეს კოლონიზაციის თვითკოლონიზირების რა ის არის რაში უხდით მადლობას რაში უხდით მადლობას ცენტრალურ ხელისუფლებას იმაში რომ უფასო ელექტროენერგიის მოხმარებას უზღუდავს იმას რა ქვია რეგიონს ამაში უხდით მადლობას როგორც მე ვიცი თავის დროზე იელის ოქროზე ხმას იღებდი რომ არ შეეჭამათ ჩინელს და იმას და რა ხდება ამ თანამდებობაზე რო დგავთ ფეხს მაგრამ კაი ეს პოლიტიკოსები არა მარტო კუთხური ნიშნით რო ავიღოთ არამედ ნებისმიერ ერში ცალკე პაროდა და ცალკე ჯიში ხართ ვიცი მინახია მე ეს ჩემ თვალწინ და არავინ ხმას ამაზე არ ამოიღებს გუჟინდელი საამაყო ვარლამლი პარტელიანი რო იყო დღეს პოლიტიკოსი რო გახდა ვარლამლი პარტელიანი არ გამოვა და ხმას არ ამოიღებს ხალხის გვერდით არ დადგება იმიტომ რომ იმას პოლიტიკური კარიერა ის ურჩევნია იმას ცოტნეს დიოს და იმას დიოს ბიძინას დიოს ვიდრე ხალხის გვერდით დადგეს ეს გასაგებია მაგრამ ბიჭო მე გაგიკვირდებათ რომ
გაგიკვირდებათ, რომ ისე რა ქვია, რატო გარბიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიდან სხვა, ისა რა ქვია, რატო აქვს სურვილი სხვა რაიონებს გასვლის მაგალითად, როგორც აფხაზეთის და სამაჩაბლოს სიტუაციაზე მოხდა? %40 მიაქვთ აფხაზებს. ესე იგი, მანდამაინც იარაღით და უბედურებით უნდა მოიპოვოს რომელიმე კუთხემ, რომ ის ეკუთვნის მას? აი ელემენტარულ კითხვას ვსვამ. 40%-ის წაღების უფლება თუ აქვს აფხაზებს? 2 და 3%-ის უფლება რატო არ აქვს მესტიის მოსახლეობას? აი კითხვას ვსვამ. ჯერ საერთოდ ცალკე ჩემი კუთხეა და ჩემი ხალხია და კარგად ვიცი რაშიცაა საქმე. ყველა მთავრობა შევარდნაძიდან მოყოლებული დამთავრებული ამათი. სვანეთი და სვანები ეზიზღებოდა ჭირის დღესავით. სიმართლე თუ გინდათ არის ეს და რატო? იმიტომ რომ საქართველოს ეზიზღებოდათ. აი ესეთი ზიზღი იყო ჯერ კიდე აფხაზეთში მოყოლებული. აი ყველაფერი რომ იქ ძარცვა და ყაჩაღობა და უბედურება იყო. ჯერ მაშინ რომ დაიწყო სახელის გატეხვა, კი ყველა კუთხის ხალხი რაღაცას ვიღაცა ნაძირალა ყოველთვის მოიძებნება ყოველთვის. იმას არავინ არ ამბობდა კამანში როგორი თავდადება იყო, იმას არავინ არ ამბობდა კოდორის ხეობას როგორი ინარჩუნებდნენ კბილებით, სიცოცხლით, ყველაფრით. არა, იმას ვიღაცა გაძარცვა კოდორის ხეობაში. ამას იძახოდნენ სულ ყველა. ნაცებზე საერთოდ სალაპარაკო რა უნდა ჰქონდეს. აი ადამიანი, ჯერ მთელი ნაცები მარტო სარზეა ჩამოსახევი, იმის გამო რაც სვანეთს გაუკეთეს. კოდორის ხეობა ხო გააჩუქეს. იქ სპეცოპერაცია აფრასიძეების საქმეს აღარ მიუყვები მაგაზე იმდენიან ალაპარაკები და ახსნელია კაცო ყაჩაღი შეიძლება იყოს, მაგრამ სახელმწიფოა, ხო? მიცვალებულები ამოთხარეს საფლავიდან. ბიჭო, ცინდელიანს რა უქნეს? არც ერთ დამპყრობელს არ გაუკეთებია ეს. რატო? იმიტომ რომ არ უნდოდათ. იქ ადგილობრივი სული არ უნდა შენარჩუნებულიყო, იქ ხალხი უნდა გატყდეს, იქაობა უნდა დაიცალოს. ზიზღის და სიზულვილის მეტი არაფერი არ აქვს. და ის გავიწყდებათ, რა ქვია, გარდაბნის რაიონის და მარნეულის მოსახლეობის შორს არა, ეს წარსული აგერ ახსოვთ ერთ თაობაში. ადგილზე რომ სვანური მოსახლეობა არ ყოფილიყო, დიდი ხნის გასული რო იქნებოდა როგორც აფხაზეთი და როგორც სამაჩაბლო საქართველოს შემადგენლობიდან, არ იცით? ასია ეს, აღარ შევალ დეტალებში. თქვენ ქართველი გეზიზღებათ და განსაკუთრებით თუ ვინმე ტრადიციული ჯილა ქართველია, ის გეზიზღებათ. გენეტიკურად გეზიზღებათ. იმიტომ რომ თქვენ თვითონ ახართ გვარგადაკეთებული უჯიშო ხალხი. და ეს უჯიშო ადამიანები ყველაფერს ცდილობენ, რომ რამენაირად, ყველანაირად შეავიწროონ და გაანადგურონ საქართველოს მოსახლეობა. ყველანაირად. განსაკუთრებით აბორიგენი მოსახლეობა. იქამდე ისიც კი იკადრეს, მე წინა ლაივში ვთქვი, იქამდე ისიც კი იკადრეს, როდესაც საუბარი იყო ენგურ ჰესის საკითხთან დაკავშირებით იყო ხუდონის. სვანები დაწერეს როგორც არააბორიგენი მოსახლეობა. საკუთარმა ხელისუფლებამ, ბიჭო, დაწერა, აი ამაზე დიდი სეპარატიზმი და ამაზე მეტი სიდამპლე და სიბილწერა უნდა ყოფილიყო. დაწერეს არა აბორიგენ მოსახლეობად, რომ კომპენსაციის გადახდა რომ დაჭირვებოდათ. ისე იგი თურმე ფული ცოტა გადაეხადათ. არავინ არ აპირებს იქაობის დათმობას. არ წაიბილწება და არ გათახსირდება ისე სვანიკაცი და არ გათახსირდება და არ წაიბილწება ისე ხაიშის მოსახლეობა და იქაური მოსახლეობა აიყაროს წინაპრების საფლავები დაგატბორიოთ და ეს რა ქვია მე-11 საუკუნის ეკლესია ჩაგაძირიოთ. არ წახდება ასე. არ მოხდება ეს. ამიტომ გეზიზღებათ ეს ხალხი. რატო უყვარს იმას, რატო უყვარს მისი კუთხე, რატო ამისთვის ძვირფასი და შეუფასებელი წინაპართა საფლავი, რატო არის მისთვის ძვირფასი ეკლესია, აი ამას ესენი ვერ გებულობენ. ხო და არ ვიცი, შემოგარგებო. როდესაც მიდგება საქმეზე, ყოველთვის აღმოჩნდება ის, რომ თბილისში მოკალათებული ვიღაცა
სამი უბნის მოსახლეობა, რომლებსაც ნახევარზე მეც კი არა აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც მთავრობაშია. თორემ თბილისელზე არ ამაქვს საუბარი, რასაც თბილისელი ქვია მით უმეტეს. ვინც მთავრობაში არის და მაგათი ელიტა, სადაც არის ეს უჯიშოები და სახლებულები. არ აქვს მნიშვნელობა, თბილისში არიან თავმოყრილი, სხვაგან რო იყოს, სხვაგან დასახდებიან, მაგრამ იქ არის. აი ეს წეული ელიტა, რომელიც არის გაზრდილი ლონდონებში, პარიზებში, ჰაიდელბერგ უნივერსიტეტები და ესენი რო აქვს დამთავრებული, სულ ფეხებზე კიდიათ იმას, შენი საქართველოს, შენი ქართული იდენტობა და სულ ფეხებზე კიდიათ იმას, შენი სვანეთი და შენი სიწმინდეები და ყველაფერი. აქ მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები. პოლიტიკური ინტერესი არის რა იშოვონ ფული, იჯდენ თანამდებობაზე და ეაფირისტონ ივანიშვილს. ესა. ამას ღებულობს მე ამას ღავს ერი. მე იმიტომ აქ აქცენტი გაკეთებული 1918-21 წლების ამბებთან დაკავშირებით, რომ ზუსტად მაშინ დაიწყო. სანამდე საქართველოში მეფე იყო და მეფობა იყო და სანამ სამეფო დინასტია არსებობდა და ეს მსგავს რაღაცებს ვერ ბედავდნენ. რომ ვინმეს ტერიტორია გაიყიდა, გადაეცათ, ასე იქნათ, ისე ამას ვერ ბედავდნენ. მას მერე რაც მოვიდა საქართველოში, აი ესეთი დამპალი აყაროლებული მართლობის სტილი. რასაც ქვია ეს ლიბერალისტულ სვეტსკური სახელმწიფო. მის მერე დაიწყო ამ პოლიტიკის გატარება საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს 1918 წელს ლამის ისტორიულ საზღვრებში იყო იმიერტაუ აკლდა ერთი და სპერი აკლდა დანარჩენი საქართველოს ძირძველი ტერიტორიები ყველაფერს ქართული ჯარი აკონტროლებდა. ჩამოვიდა და ეხლა მოვიდა იქამდე რომ აგერა ენგურიდან ალაზნამდე გახდა საქართველოს და ესა გორიდან იმამდე დვანისამდე. ასე დაპატარავდა ეს ქვეყანა. და რაც მაშინაა გაკეთებული, ის მიმდინარეობს დღესაც. და როგორი უჯიშოებიც იყვნენ მაშინ, პირდაპირ შთამომავლობა. ჩვენო სალომე ზურაბიშვილიო ჩამოვიყვანეთ და დავსვითო, იმიტომ რომ აღგვედგინაო კავშირიო. ნოე ჟორდანიასთან და იმასთან რა ქვია. დღევანდელ იმასთან. ნოე ჟორდანია ბიჭო ისტორიაში რო ყოლოდა სახსენებელი არა. მისი ჯიჟი და ჯილაგი ისევე უნდა მოიყვანო და დასვა იმაში. აი ეს უბედურება არის. თუ არა, ამათ როდესაც დაჭირდებათ, ხო? როდესაც დაჭირდებათ. ჩემო კარგებო, რა პრობლემა არის? ეს გუშინ იყო ეს ახლა განსაკუთრებით ივნისის პერიოდია და ამ LGBT-ებს აქვთ განსაკუთრებული, რა ქვია, აგზნების პერიოდები აქვს და მახსენდება ყველაფერი რა ხდებოდა იმაში, რა ქვია, იმ პერიოდებში, როცა საქართველოში ვიყავი, ლამის კაცჭამიათ რო ყავდით ამათ გამოყვანილები და დღეს როდესაც დაჭირდათ თვითონ არანაირი პრობლემა არა, კაცო, აკრძალეს ეს და ხმასაც ვერავინ ვერ ბედავს საქართველოში ამოიღოს ამ გეი პარადების ჩატარებაზე და იმაზე. აბა ნახეთ ერთით უბედავს ვინმე. და მაშინ რატო ხდებოდა? მაშინ ასე ჭირდებოდა და ხელისუფლება უწყობდა ხელს და ხელისუფლება ახდენდა ყველაფერს. თუ არა, ქუჩაში არ გამოსულა, ერთ LGBT-ს არ გამოუყვია და მის დამცველებს ვერ გამოუყვია თავი ვერც 17 მაისს და ვერც ივნისის თვეში. არიან ჩუმად. იმიტომ ახლა ასეა საჭირო, ახლა არ ჭირდება ესენი ხელისუფლებას და ყველაზე სენსაცია და სასწაული რა არის, იცი? პირველი პროპაგანდისტები, რომლებიც იყო მაგალითად ეს ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2 და ესენი უცებ გაქრისტიანდნენ. და უცებ ამ LGBT პროპაგანდას უცებ იმათ რა ქვია ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენენ. რომ თურმე ევროკავშირის საელჩომ აშშ პრაიდისთვის აღნიშნაო იმას ქნა. კი, თქვენ არ მიდიხართ, მე რო გკითხოთ ხალხმა ღირსებით ევროპაში? ახლა ეწევით იმას, რა ქვია, ანტიევროკავშირული იმას, რა ქვია? აღარ იცოდით აქამდე? აქამდე აზრი არ იყავით, რას ელოდებოდით? აი ზოგიერთი დებილიდან გამიგია ის, რომ ჩვენო არ გვეგონაო, რა ქვია, ჩვენო ევროპაო გვეგონაო, მივიღებდაო ისეთი, როგორიც ჩვენ ვართ. მეტი საქმე არ ქონდათ ახლა ევროპელებს, რომ საქართველოში, სადაც ეს ძირძველი ჯილა, ადათის და წესის და ტრადიციის საზოგადოება არის, რასაც ებრძვის
პირდაპირ 92 წლიდან მოყოლებული და ყველა ის ნაძირალა მთავრობა, რომელიც იყო საქართველოში დასმული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით საქართველოში განადგურდეს ადათი, წესი, ტრადიცია, ეროვნული პატრიოტული აზროვნება, თურმე მიიღებდნენ ამგენს რა ქვია და იმას რა ქვია ქართული ადათ-წესებით და ეს ბნელ გრუზინებად შეუშვებდნენ ევროპაში. ხო, ყველამ კარგად იცოდა ეს ყველაფერი. მაგრამ მაშინ ასე იყო საჭირო, ახლა ასეა საჭირო. ეს ჟორდანიები არიან სულ. არაფერი სხვაობა მასია. მე გაუკვირდებათ რომ ეს რა ქვია ბიჭო იმ შიგევროპელებსაც უკვე რატო ეზიზღებით ქოცები იცი? აი რატო ეზიზღებით? იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან რა ხართ. აი ეს LGBT ევროპელებიც არ ახართ, გაიგეთ? ისიც ის მეორე მხარე ვინცაა? ვინც თქვენ გეწინააღმდეგებათ, ხო? არ უნდა იმას ლაპარაკი, ისინი არიან მოთახსირებულები. მაგრამ თქვენ იმაზე მეტი მოთახსირებულები ხართ. რატო იცი? როცა იყავით ამათთან, ევროპელებთან და როცა იყავით, აი პირდაპირ გეტყვით. ეს ნაძირალა გერმანიაში რომ მიიღო განათლება, ახლა რო ის არის, რა ქვია, პრემიერ-მინისტრი რო. ჯერ ხო გერმანიაში არის გაზრდილი. როგორც რა ვიცი, ჰაიდელბერგის ეს აქ მე მგონი დამთავრებული უნივერსიტეტი. ნუ ჯანდაბა რა მნიშვნელობა. და აქ მიიღო ეს განათლება. და აქ უკნიდან რომ განათლდა, ჩამოვიდა საქართველოში და აქ საქართველოში უფრო ღრმად განათლდა უკნიდან. მე მთელი 10 წელიწადი სოროსის ფონდში მუშაობდა. მე რადგა და აი ასე გათახსირებულმა და გადაგვარებულმა ადამიანმა, რომელიც ამბობდა რომ არის ეროვნული ცნობიერება რა არის, ამას ღიად ყო ამბობდა. უცებ გამოვიდა და დაიწყო ქრისტიანობა და ლოცვა. ეს მარტო ეს ჩიჩილაკა მარტო ასე კი არა, კობახიძე მარტო ასე კი არა. ასე არის ამათი ესეც, რა ქვია, პარლამენტის თავმჯდომარეც. გერმანიის ელჩი გაგვირვებული იყო, ახლა დღეს რო ლანძღავენ და აგინებენ. 14 წელიწადიო გერმანიის სახელმწიფოს დაფინანსებაზე იჯექიო და ახლა გახდა გერმანია, წუდიო? ვერ გაუმტყუნებ. მაგრამ რაშია საქმე იცით, ჩემო შიგევროპელებო? აი გერმანიის ელჩს და სხვა იმათ, რა ქვია, სირ ინსტიტუტებს მიმართავ საქართველოში, რომლებიც არიან. რაშია იცით საქმე? საქმე ერთ ძალიან მარტივ რაღაცაშია. თქვენ შრომო წვალობთ იმისთვის, რომ გადააგვაროთ ქართველიერი და გააღალატოთ. და ათქმევიოთ ქართველ კაცს ქართულ ღირებულებებზე და ეროვნულ ცნობიერებაზე უარი. ანუ ქართველმა კაცმა უღალატოს საკუთარ თავს. და თქვენ ასეთი ქართველი გიყვართ. და თქვენ ასეთ ქართველს ცემთ პატივს და ასეთ ქართველს ეძახით, მას რა ქვია, ევროპელ ქართველს. ხო და რაშია საქმე იცი, როდესაც ადამიანს ღალატს ასწავლი, მით უმეტეს ბავშვობიდან და ღალატს მიაჩვევ, ღალატი პირველადაა ძნელი. თუ არა, მე ძალიან სარფიანი საქმეა. ასე რომ გამოვიდა და ვინც მეტი გადაუხადა და ვინც მეტი ფული იშოვა და ვინც მეტი სკამი შეთავაზა და უზრუნველი ცხოვრება, ადგა და გადავიდა იქეთკენ. ამ შემთხვევაში აღმოსდა ბიზნა ივანაშვილი და კოცო. ამიტომ ამ ღირებულებების ხალხი ხართ თქვენ. ამიტომ მე აქ ევროპაში ვარ რამდენი ხანია. ნუ ნერვიულობთ. არ ვცხოვრობ მე არავის ხარჯზე და არავის სოციალურ დახმარებაზე და არავის მათხოვარი არა ვარ. მომცა გვერდხა მე იმის საშუალება, რომ მყავდეს იმდენი მეგობარი და მყავდეს ჩემი ადამიანობა მქონდეს იმდენი, რომ მე 10 წელი და 20 წელი რო ვიცხოვრო, აქ არასდროს არ მომიხდება მაგის პრობლემა. ვაგეთო ჩემი საქმე, რასაც ვაგეთებ. ძალიან კარგად ვხედავ როგორ ხდებოდა აქ ევროპაში და როგორ ხდება აქ თუნდაც ტრადიციული ევროპული ღირებულებების გადაგვარება. ამას შეეცადეთ საქართველოში. და როდესაც მიდგება მე საქმეზე და ამ ყველაფერს საერთოდ ომი და უბედურება ახორციელებს, როგორც იმიტომ ომი ყველა ილუზიას ანგრევს. მე ესეთი გადაგვარებული მოსახლეობა უკვე თქვენ თვითონ აღარ მოგწონთ. ასე მოხდა მაშინ 1918 წელსაც ჟორდანია და მისი ბიოლოგიური ნაგავი გამოდიოდა და იმას წიოდა და იმას კიობდა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური ეს იყო საშინელება, ეს იყო წვალება, ეს იყო წამება, ეს იყო ტანჯვა თურმე და არ შეიძლებოდა ადამიანს მოქალაქე ძალით ჯარში წაგიყვანა. აი რა გირჩები იძახიან და რაც ეგენი იძახი. მე როცა დადგა საქმეზე და როცა გამოცხადდა ხელისუფლება, თვითონ მოუწიათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში ხალხის გაწვევა. ახლა მაშინ ისე იყო საჭირო. ხო და უპრინციპო ადამიანზე მეტი საზღარი საერთოდ
არაფერი არაა და ეს ტრაკის მოთამაშე ადამიანები ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანენ. და ასე იქნება ეს ყველაფერი რა. და აი ამ კანონებსაც ტაშს რო უკრავთ. ეს კანონები ჩემთვის, თქვენთვის, ხალხის დასაცავად არავის მიუღია. რო თურმე ლანძღვა გინება და ესე შემდეგ და სიძულვილის ენა შეჩერდეს. კეთყვით აგერ. ვისთვის მიიღეს? აგერ. წაიგითხეთ აი. როგორი ბედნიერ ჯერ ჭიჭევაშაძე იყო გახარებული. და ახლა ნიკა გვარამია გახარებული. თუ ვინმეო შემაგინებს ან შეურაცხყოფას მომაყენებსო. ავდგები და მივაკითხაო. და მე გინდა ბოზი და ნაბოზარი დამიზახეთ, რაც გინდათ ის დამიზახეთ ხო? აი ვისთვის მიიღეს ეს კანონები? იმიტომ თქვენ, მე და ჩვენ აგვეკრძალოს ნაცის და ქოცის ლანძღვა. როგორც ქოცის გალანძღვა არ შეიძლება უკვე, ისე ნაცის გალანძღვა არ შეიძლება. თუ რა გვიჩივლებენ? მე მილიცია მოვა დაგვიჭერენ. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩმორები. და ჩმორში უნდა ვიცხოვროთ. ამით უნდა გააგრძელონ თავისი საქმიანობა. თუ ვერ ხვდებით ხალხო ამას. პეტრე, შენ შემოგევლე, რაც გინდა ის ეძახე, საქმეში ეს არის. შენ და მე ვიღაცამ რო დაგვიწყოს შეურაცხყოფის მოყენება, არ წავალთ და არ დავიწყებ სასამართლოში სირბილს და ჩივილს და ამ ლანძღა, ამას მიქნა, იმას მიქნა, ასე შეურაცხყოფა მომაყენა, ისე შეურაცხყოფა მომაყენა რაღაცა და კომპენსაციის მოთხოვნას და დაჭერის მოთხოვნას და ესე ჩემ. არ ვიზამ თქო, შენ და მე არ ვიზამ. ამათ მეტ საქმე კი არა. ამათ უზით ოფისში იურისტი რომლებიც დაჭდებიან ახლა თუ ვინმე ნაცებზე რამე სიტყვის მიადგებიან და დაუწყებენ ჩივილს და გადაცემენ. თუ ვინმე ქოცებზე იტყვის რამეს, დავაი მოჩა, მოკიდე პოლიტიკურ ნაგავს რო არ შეიქმნათ დისკომფორტი, ამისთვის ღებულობენ ამ კანონებს. თუ ვერ ხვდებიან ჩემო ძმაო, მე შორსა ვარ იმ აზრიდან, რომ ვერ ხვდებიან. ჩემ შემთხვევაში და თქვენ შემთხვევაში იმდენომეს ხვდებიან ხალხი ერთ დღეს რო გამოჩდი ადამიანი და რაღაცა უბრალოდ ცოტა ზედმეტი ან ის გქონდეს, რა ქვია, ჯაჭვი გქონდეს, ოქროსი ან რაღაცა, იმ წუთში იმასაც შეგატყობენ და გეტყვი, აჰა, გამდიდრდაო, იშოვაო. და რაღაცა ელემენტარული ადრე მაგ ნათქვამი, კაცო, თმის წვენის გასაჩერებელი წამალი მქონდა წასმული თავზე და თმის შეღებაო დაიწყო. ლაივ რო ჩავწერე ის. იმასა თმის ღერსაც კი აკვირდებიან. ამას ვერ ხვდებია? ძალიან კარგად ხვდებიან ყველაფერს. ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებიან. უბრალოდ უბედურება რაშია იცი? აი ის ისე გათახსირდა საზოგადოება საქართველოში, ის ქოცობა ურჩევნია და იქ იყოს შეფარებული და იმ სიბინძურეში იყოს და ის ნაცობა ურჩევნია, იქ იყოს შეფარებული და იმით იყვებოს, ამის გვერდით რო დადგება ადამიანი. და ის ურჩევნია ბიძინაზე ილოცოს, ვიდრე ღირსეულად დადგეს და ღირსეულად ამოიღოს ხმა. მე თუ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, ალბათ უკანასკნელი თაობა ვარ ჩემი თაობა, რომლებსაც ქართული საქართველო გვახსოვს. და არა ეს ჯენზების და ამათი თაობა. ძალიან კარგად ხვდებით შავს და თეთრს და ესენი ვერ ხვდებიან? ჩვენზე უფროსები მით უმეტეს? ძალიან კარგად ხვდებიან. უბრალოდ მათი ბუნება არის მიჩვეული ტალახში გორიალს. რა შეცვლის კობახიძეს? არაფერი. სამარის მეტი არაფერი გაასწორებს. მით უმეტეს გენეტიკაც აქვს ესეთი. მამამისი იყო ზვიადგამსახურდიას მტერი მოღალატე და შვილიც არის ისეთი ნაძირალი. წევით ახლა მიჩივლოს თუ ასე არის. საკუთარი ერის და საკუთარი ხალხის ხარჯზე. ასეც რო დაუკრავ ტაშს და როდესაც იცი და ეს არ იცის, ყველამ კარგად იცის. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს.
მაგრამ არა ასე აწყობთ, იმიტომ რომ ავიცი სამსახურში იქნება მე ის მოვა, რა ქვია, არჩევნები მოვა და აი კოორდინატორობაში 2 კაპიკს აიღებს, ვიღაცას შვილი ყავს დასასაქმებელი, ვიღაცას ის სხვანაირად ვერ შედგები საქართველოში. გამოდის აგერ მესტიის ესა რა ქვია, გამგებელი გამოდის აგერ აშფატონი და მადლობას ეუბნება დინარაძეს, იმიტომ რომ აუკრძალეს იგრძალება სვანეთში ელექტროენერგიის შეუზღუდავი მოხმარება. არ ვიცი, მაინტერესებს ერთი მესტიის რაიონის მოსახლეობა ამას ეთანხმებით? სწორია და დროულია? ასია, რაღაცა თევზის ფხასაც კი არა უთმობენ ქართველს და საქართველოს მოსახლეობას. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ სვანეთი, მით უმეტეს ზემო სვანეთი განსაკუთრებით სახელმწიფო საზღვრის დიდი ნაწილი უკავია და ბუნებრივი იქ ცხოვრები ბუნებრივი მესაზღვრეა და რო არ დაიცალოს ხეობა და იქ რომ მოსახლეობას საშუალება ქონდეს ცხოვრების, ბიზნეს საქმიანობის, რაღაცის აღარა მაქვს ახლა იმ დეტალებზე საუბარი, რომ მაგალითად ის უშგულში და ზოგიერთ სოფლებში დაღმართიდან აღმართში უნდა აიტანო ხე. და 6 თვემდე გრძელდება ზამთარი და იქ მარტო სამყოფად კი არა იქაობა ლამაზი. საცხოვრებლად ურთულესი არის. და ჭირდებათ, ისეთ ჭირდებათ და ასეთ ჭირდებათ. ახლა მით უმეტეს იქ იყოს და საქმიანობა ქონდეს და საშუალება ქონდეს, უნდა შეუქმნა, რო არ იყოს უნდა შეუქმნა. და არა მარტო მესტიის რაიონს, ასე უნდა შეუქმნა თუშეთს, ასე უნდა შეუქმნა ხევსურეთს. ასე უნდა შეუქმნა ხევს, ფშავს, მაღალმთიან აჭარას. იმიტომ რომ მაღალმთიანი სოფლები არის და მოსახლეობა ვინც იქ ცხოვრობს, რთულია მაღალმთაში ცხოვრება. და მით უმეტეს ხაზგასმით საზღვრისპირა ისა რა ქვია. ქონდა ერთი 7 წლის უკან ემზარგვიციანს ქონდა შეტანილი ესა და ვესწრებოდით განხილვაზე და მან რა ქვია, კითხვა რო დაუსვი, გიორგი გაბუნია რო ყავდა, ახლა ელჩად რო ყავდა, მანდატურებს დაუძახა და დაატოვებიეთო დარბაზიო. დისკომფორტი რო არ შექმნოდა. აი მექსიკაში აგდია იმათ ელჩად. მაშინ მთელი უბედურება არ მინდა რა, ჩვენ ამ ხალხს ურჩევნია ეს ქვეყანა ხალხს კი არ ქონდეს, ბიძინას ქონდეს საჯიჯნად და მის შთამომავლობას და ამათ უჯიშოებს ყველასთან. გააგრძელეთ ცხოვრება თუ ასე მოგწონთ, ერთმა ხელი მოგიმართოთ. იქ რკინიგზა აზერბაიჯანელებს, ენგურხესი რუსებს, იქ ბათუმი თურქებს, იქეთ არაბებს და ავიცი ებრაელებს და ამას და ქართველი საქართველოში ამხელა ერთი მტკაველი არაფერი არ არის. თუ არ გინდათ ამის მიხვედრა ბატონო, იყავით და იყავით მონა საკუთარ თავისუფალ სამშობლოში რა. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.